სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა ამინ. ჩვენთან არის ღმერთი. ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს, ხარებობას. ღმერთმა სიხარული და სიყვარული მოგმაგო თქვენ და მთელ საქართველოს და მთელ მსოფლიოს. ეს არის განსაკუთრებული დღესასწაული, როცა ადამიანი აღავლენს ლოცვებს და აი როგორც წირვაშია ნათქვამი, ყოველივე მსოფლიო დაუტევოთ ზრუნვაი, აი ასე უნდა ყველაფერი დატოვოს და ილოცოს თავისთვის და ქვეყნისთვის და მთელი მსოფლიოსათვის. ეს არის სიყვარულის დღესასწაული. ეს არის სიხარულის დღესასწაული. სიხარული გამომდინარეობს სიყვარულიდან. თუ ადამიანს სიყვარული არ გააჩნია, მას არადროს სიხარულიც არ ეხება. ასე რომ ვეცადოთ, ვთხოვოთ უფალს, ცრემლით ვთხოვოთ უფალს, რომ მოგცეს ჩვენ სიყვარული და აქედან გამომავალი სიხარული. ბედნიერება მე არაერთხელ მithქვამს თქვენთვის, ბევრად დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ ექცევი შენს მშობლებს. ცნებაში ნათქვამია, პატივეც მამასა შენსა და დედასა შენსა, რათა კეთილი გეყოს შენ, აი მიაქციეთ ყურადღება. ესე იგი ბედნიერი რომ იყო, პატივი ეს მამასა შენსა და დედასა შენსა, რათა კეთილი გეყოს შენ და დღეგრძელი იყო ქვეყანასა ზედა. მრავალ ჟამიერი სიცოცხლე ეძლევა ასეთ შვილსა. აი ეს ყველაფერი, ეს კომპონენტები, ეს სიყვარული ღვთისა, სიყვარული ადამიანებისა, პატივისცემა მშობლებისა, ეს ყველაფერი შეადგენს ადამიანის სიხარულს. და ღმერთმა ინებოს, რომ ეს სიხარული უხვად იყოს თქვენთან. იოანე ღვთისმეტყველი ამბობს, რომ ღმერთი არის სიყვარული და უფალმა ქართველ ადამიანს, ქართველ ხალხს მისცა თავისი თვისება, აი სიყვარული მისცა, განუზომელი სიყვარული დააჯილდოვა უფალმა ქართველი ხალხი და ჩვენ ვმადლობთ უფალს ამ დიდი წყალობისათვის. აი ეცადეთ, რომ სიყვარული და სიხარული სუფევდეს თქვენს ოჯახებში, თქვენს სახლებში და ეს არის დიდი მონაპოვარი, დიდი მადლი ღვთისა. უნდა გქონდეთ მოთმინება, უნდა გქონდეთ ადამიანი თუ რაღაც სასწრაფო სიტყვას გეტყვის, ეს იმას არ ნიშნავს, რომ შენ უნდა დაუბრუნო უფრო უკმეხი სიტყვა. შენ უნდა მოითმინო და ეს მოთმინება მოგცეს შენ დიდ სიხარულს. ძალოცვილი და გახარებული იყავი, დღეს იქნება ჯვარების კურთხევა, აი აქ სამი ჯვარია, უძველესი ტრადიცია წმინდა ნინოდან და მირიან მეფედან დაწყებული და დღეს ჩვენ ვაკურთხებთ, რომ დაიცვან, დაიფარონ ხილული და უხილავი მტრებისაგან საქართველო. ერთი დარჩება სამებაში
აქ იქნება დამაგრებული ერთი წავა აფხაზეთში და ერთი წავა აჭარაში. აი ესე შეხრა ამ ჯვრების მადლი შეხრავს ჩვენს ქვეყანას. ასევე მე მინდა გითხრათ, რომ სამი მოძღვარი მიემგზავრება ავღანეთში და იქ ლოცვით მფარველობას გაუწევენ ჩვენს ახალგაზრდებს. აი ამასთან დაკავშირებით მღვდელი გიორგი ბერაია დაჯილდოებულია ოქროს ჯვრით და აღკვანილია დეკანოზის ხარისხში აქციოს. მღვდელი ნაზარი გენეტაძე ასევე მიემგზავრება ავღანეთში, რომ დაეხმაროს ამ ჩვენ ჯარისკაცებს, ანუგეშოს. დაჯილდოებულია ოქროს ჯვრით და აღკვანილია დეკანოზის ხარისხში აქციოს. მღვდელი ლონგინოზი მანაგაძე დაჯილდოებულია ოქროს ჯვრით და აღკვანილია დეკანოზის ხარისხში აქციოს. დალოცოს ჩვენი ჯარისკაცები უცხოეთში მყოფნი და მშვიდობით დააბრუნოს საქართველოში, სამშობლოში. აღბრძანდება მონოზონი ბარბარე ხობალია, რომელიც არის კეთილმოწესეს უჯუდის წმინდა გიორგის სახელობის მონასტრის. დღეს იგი აღკვანილია იღუმენიას ხარისხში და დაჯილდოებულია ოქროს ჯვრით აქციოს. 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 ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გაგაძლიეროთ და მე მინდა ასევე თქვენ რომ იცოდეთ, რომ ყოველ ორშაბათს საღამოს 7 საათზე იქნება ბავშვების დალოცვა, იქნება პარაკლისი და ბავშვების დალოცვა. ჩვენ გვქონდა ადრე სიონის საპატრიარქო ტაძარში და დროებით შეჩერებული იყო და ეხლა განახლდება ეს. თქვენ მოგეხსენებათ, რომ რამდენად საჭიროა ლოცვა მომავლისათვის, ჩვენი ბავშვებისათვის, ახალგაზრდობისათვის. აი ამიტომ კიდევ ერთხელ მოგახსენებთ, რომ ყოველ ორშაბათს საღამოს 7 საათზე იქნება შესრულებული პარაკლისი ბავშვებისათვის და დალოცვა ბავშვების და ახალგაზრდებისათვის. ჩვენთან არის ღმერთი.